მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ ქართულ გამორჩეულ პოეტზე, რომლის სახელიც არის შოთა რუსთაველი. პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 1160-1165 წლებს. მსოფლიოს უდიდესი ჰუმანისტი პოეტი ჩვენამდე მოღწეულია მისი ერთადერთი პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომელშიც გამოხატულია ქართველი ერის უმნიშვნელოვანესი მისწრაფებანი, უმაღლესი იდეალები და ჰუმანისტი მოაზროვნე ქადაგებს პიროვნების ასა და გზნობის თავისუფლებას. მისი პოემის ყურადღების ცენტრშია ადამიანი ამქვეყნიური, მიწიერი, მაგრამ ამაღლობელი ეთიკური იდეალებით. ამბობენ, რომ ის უკვე როდესაც დიდი ასაკის იყო, ჩავიდა იერუსალიმში და ბერად აღიკვეცა. შოთა რუსთაველის ბიოგრაფიული ცნობები თითქმის არ არის შემონახული, მაგრამ მრავალი ხალხური და ლიტერატურული გადმოცემის თუ სამედიცინო ჰიპოთეზის მიხედვით მკვლევარები ასკვნიან, რომ ვეფხისტყაოსანი ავტორის სახელად შოთა თამარ მეფის თანამედროვე დიდგვაროვანი პირი იყო და ჰეთერის ან მესხეთის რუსთავის მფლობელი, აქედან ზედწოდება რუსთაველი. სულ ეს იყო, რაც მინდოდა თქვენთვის ინფორმაცია მომეცა შოთა რუსთაველზე და იმედია ახალი რამე გაიგეთ ამ ერთ-ერთ დიდ და ქართველ პოეტზე. კარგად იყავით.